გურჯაანში ღვინის ქალაქის აშენება იგეგმება. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მთავრობას მიმართა გამარტივებული შესყიდვის პროცედურის თხოვნით, რათა პროექტი მიმდინარე ბიუჯეტურ წელს განხორციელდეს, ხოლო მომავალ წელს დაიწყოს სამუშაოები. პროექტის თანახმად ღვინის ქალაქი რეგიონში კულტურული ცენტრი გახდება. ამ სიახლეს მიესალმებიან გურჯაანელები და ფიქრობენ, რომ იგი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იქნება. გურჯაანი, ესე იგი, როგორც ქალაქი დაიბრენდება, ანუ თავის რაღაც სახელს და უფრო კონკრეტულ ნიშს შეიძენს და ეს უკვე კარგია. საინტერესო იქნება ვფიქრობ, იმიტომ რომ გურჯაანს თან ხელს ასევე უწყობს მდებარეობა კახეთის რეგიონის გათვალისწინებით, იმიტომ რომ არის მართლაც გზა ჯორედინზე შუაში და საერთაშორისო თვალსაზრისითაც ალბათ საინტერესოდ ჟღერს, იმიტომ რომ უფრო გაღრმავდება ესეთი უცხოელები და ტურისტების ტურიზმის კუთხით ურთიერთობა ჩვენი ქალაქის და წარმოაჩენს ალბათ და ეს ყველაფერი, რა ვიცი, დადებითად აისახება. ეს ამ აგრარულ რაიონს, სადაც აუარებელი ძალიან დიდი ყურძნის მოსავალი მოდის, ასეთი ხარხნის, ასეთი ტერიტორიის ათვისება, ასეთი საკითხის მოგვარება ეს იქნება ამ რაიონის 100% წინ წაწევა. დიდებული აზრია და მომავალ თაობებს რაღაც განსაკუთრებული ექნებათ გურჯაანში. ტურიზმი განვითარდება, მაღალდონეზე გურჯაანს ხო იცი, მაინცა და მაინც ბევრი არაფერი არ აქვს სატურისტო, მაგრამ აი ეს საქმე ხო 1-10 მაინც გაზდის მაგ საკითხს. ძალიან საინტერესო შემოთავაზებაა, მივესალმები. პირველ რიგში გურჯაანს ეყოლება ძალიან ბევრი ტურისტი. საქართველოს არის ღვინის ქვეყანა, ჯერ მარტო 500-მდე ჯიშის ყურძენი გვაქვს და მივესალმები ამ ამბავს, თუ გურჯაანი გადაიქცევა ღვინის ქალაქად.